დაახლოებით 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა ამ კოლეჯში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ინვესტიციის ფარგლებში მოეწყობა სახელოსნოების სრულიად განახლებული ახალი აღჭურვილობით, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის საერთო საცხოვრებელი, რომელიც შენდება ამ კოლეჯში, სადაც ასევე იქნება დაახლოებით 100 კაცზე გათვლილი საკონფერენციო სივრცე, რომელიც ძალიან ჭირდებოდა კოლეჯს, რაც თავარია კოლეჯი ჩასმულია ასევე პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც აღჭურვა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ განხორციელდეს მოდულარული ახალი პროგრამების დანერგვა და მე ვფიქრობ, რომ სადღაც ოქტომბრისთვის უკვე ძირითადი სამუშაოები აქ დასრულებული იქნება და ნაწილ განახლებული ინფრასტრუქტურაზე უკვე სტუდენტებს ხელი მიუწვდებათ. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ესევე ნორვეგიის მთავრობის მიერ კოლეჯის პროექტში დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაახლოებით 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რაც ნიშნავს იმას, რომ კოლეჯში ექნება თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ჩვენ სტუდენტებს მივასწრებთ თანამედროვე ევროპული ტიპის მაღალხარისხოვან განათლებას. მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის და თითოეული სტუდენტის დასაქმებისთვის, რაც არის მათთვის უმნიშვნელოვანესი და მათი ოჯახებისთვის.